მოგესალმებით, ეს გაკვეთილი არის ემიგრანტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ოჯახებში მომვლელებად ან დამხმარეებად. ვინაიდან ძალიან მოთხოვნადი იყო, რომ ჩაგვეწერა გაკვეთილი ამ თემაზე და ამიტომ შემოგთავაზებთ დღეს დიალოგებს და წინადადებებს. ჯერ 10 წინადადებას გავივლით, შემდეგ უკვე გადავალთ დიალოგებზე. დიალოგები ცოტა უფრო დიდია. პირველი წინადადებით დავიწყოთ, რომელიც არის Good morning. Good morning. How are you feeling today? Good morning. How are you feeling today? დილამშვიდობის არის good morning. ეს ალბათ ყველამ ვიცით. შემდეგ გვაქვს how are you? ნახეთ, how არის როგორ. Are you არის შენ ხარ, თუმცა ხარს უკვე აღარ ვიყენებთ, იმიტომ რომ გრძნობა გვაქვს, ანუ feeling ხომ არის როგორ გრძნობ. და შენ როგორ გრძნობ ხარ უკვე აღარ გამოდის და ამიტომ უბრალოდ ხარს აღარ ვამბობთ. როგორ გრძნობ თავს მარტივად. როგორ გრძნობ თავს დღეს. დღეს, იმიტომ რომ today არის დღეს. Good morning. How are you feeling today? დილამშვიდობისა, როგორ გრძნობ თავს დღეს. შემდეგი. Did you sleep well last night? Did you sleep well last night? კარგად გეძინათ ღამე? ნახეთ, კარგად გეძინათ ღამე. ანუ did you sleep? კარგად გეძინათ ღამე? Well არის კარგად. Last night არის გასულ ღამეს. Last არის რაღაცა გასული, ბოლო ღამეს, ასე რომ ვთქვათ. Night, მივხვდით რომ ღამე არის. Did you sleep well last night? კარგად გეძინათ ღამე? შემდეგი, it is time to take your medicine. It is time to take your medicine. It is time არის, ეს არის დრო, უკვე დროა. To take არის რომ მიიღო your medicine. Your არის შენი ან თქვენი და medicine არის წამალი. ანუ გამოდის დროა რომ მიიღო წამალი. მიიღო ცოტა უსია გამოდის უხეშად, ამიტომ დალიო წამალი, ასე რომ ვთქვათ. შემდეგი არის Do you need help getting out of bed? Do you need არის გჭირდება თუ არა? Help არის დახმარება, getting out არის ადგომა რაღაციდან, getting out of bed არის საწოლიდან ადგომა. Do you need help getting out of bed? გჭირდება დახმარება საწოლიდან ადგომაში? ვეკითხებით ამ შემთხვევაში. შემდეგ, let me help you get dressed. Let me help you get dressed. მოდი დაგეხმარებით ჩაცმაში. აი ნება მომეცი დაგეხმაროთ ჩაცმაში. ზრდილობიანი ფორმა არის, თორემ შეგვიძლია მარტივად უთხრათ რომ I will help you to get dressed. Let me help you to get dressed. Get dressed არის ჩაცმა, ჩაიცვა. შემდეგი წინადადება არის ასეთი. Would you like, ალბათ ჩვენმა მაყურებელმა იცით რომ არის ზრდილობიანი მიმართვა, როდესაც რაღაცას ვთავაზობთ ვინმეს, ხო? ზრდილობიანად მივმართავთ. Would you like tea or coffee? Would you like tea or coffee? ჩაისინებებდით თუ ყავას, ან ჩაი გინდათ თუ ყავა. შემდეგი არის it is time, უკვე მეორედ შევხვდა it is time for breakfast. საუზმის დროა, მარტივად რომ ვთქვათ. Breakfast ვიცით რომ არის საუზმე, for breakfast ანუ საუზმისთვის, თუმცა ქართულად ვინაიდან სხვანაირად ითარგმნება, ამიტომ საუზმის დროა, ასე გადმოვთარგმნით და არა საუზმისთვის დროა. შემდეგი, are you feeling any pain? Are you feeling any pain? რაიმე ტკივილს ხომ არ გრძნობთ? Are you feeling any pain? ნახეთ, are you feeling, ანუ გრძნობ თუ არა და any არის რაიმე, რამე pain. Pain უკვე ტკივილია. რამე ტკივილს ხომ არ გრძნობთ? რაიმე ტკივილს ხომ არ გრძნობთ? Are you feeling any pain? ანუ რამე ხომ არ გტკივათ, მარტივად რომ ვთქვათ.
შემდეგი მე-9 არის I will check your temperature now. I will check your temperature now. I will არის რაღაცას გავაკეთებ. I will რაღაცას ვიზამ. Check არის შემოწმება, your temperature არის თქვენი ტემპერატურა, now არის ახლა. და მარტივად გადავთარგმნოთ ქართულად, ახლა ტემპერატურას გაგიზომავთ. ახლა თქვენს ტემპერატურას შევამოწმებ. ბევრი ვარიაცია შეიძლება, ხო? შემდეგი არის Do you want to go for a walk today? Do you want გინდა თუ არა to go რომ წავიდეთ ან წახვიდე for a walk სასეირნოდ today დღეს ხო? Do you want to go for a walk today? გინდა დღეს სასეირნოდ წავიდეთ, გავიდეთ, ან უბრალოდ გინდათ დღეს გავისეირნოთ? სულ ეს იყო ჩვენი წინადადებები, ეხლა გადავიდეთ დიალოგებზე. პირველი დიალოგები იქნება, ასე ვთქვათ, დილით შესაძლებელი გეგმის, ასე რომ ვთქვათ. Good morning, ეს უკვე ვთქვით. How are you feeling today? ნახეთ, განმეორდა, რომ კარგად გავიაზროთ. How are you feeling today? დილამშვიდობისა თავს როგორ გრძნობთ დღეს? მერე უკვე პასუხობს ჩვენი მეორე მოსაუბრე. I feel fine. Thank you. ნახეთ, I feel fine. ანუ I feel მე ვგრძნობ, fine არის კარგად, შესანიშნავად. I feel fine. მე ვგრძნობ შესანიშნავად, შეიძლება ესეც რომ თქვათ, ან უბრალოდ კარგად ვარ, კარგად ვგრძნობ თავს. Thank you, ვიცით რომ არის გმადლობთ. შემდეგ ეუბნება, ისევ ჩვენ ვეუბნებით, Did you sleep well last night? ესეც ხომ გავიარეთ, Did you sleep well last night? კარგად გეძინათ ღამე? და პასუხობს, Yes, but I feel a little tired. Yes, დიახ, but არის მაგრამ I feel მე ვგრძნობ a little ცოტა და tired არის დაღლილი. ცოტა დაღლილად გრძნობ თავს. კი, მაგრამ ცოტა დაღლილად გრძნობ თავს. Yes, but I feel a little tired. დიახ, კი, მაგრამ ცოტა დაღლილი ვარ. შემდეგ ისევ ჩვენ ვეუბნებით. Let me help you get out of bed. მოდი დაგეხმარები საწოლიდან ადგომაში. შემდეგ პასუხობს Thank you, I appreciate it. Thank you, I appreciate it. მადლობა, ამას ვაფასებ. I appreciate it. არის მე ვაფასებ ამას. შემდეგი დიალოგი არის ასეთი. What would you like to eat for lunch? What would you like? Would you like უკვე გავიგეთ, რაც არის what არის რას ისურვებდი. ნახეთ, what would you like? რას ისურვებდი to eat არის რომ მიირთვა for lunch. Lunch-ზე, ანუ სადილად. რას მიირთმევდით სადილად დღეს? შემდეგ პასუხობს რომ maybe some soup. ალბათ რაიმე წვნიანს. Maybe some soup. Maybe არის შესაძლოა, ალბათ. Some არის რაღაც ცოტა, ან რაღაცა, ესე ითარგმნება ხოლმე, გააჩნია კონტექსტს. Soup არის მივხვდით რომ წვნიანი. ალბათ რაიმე soups. წვნიანს. Sure. Would you like vegetable soup or chicken soup? Sure, არის რა თქმა უნდა. Would you like ისურვებდი vegetable არის ბოსტნეული, vegetable soup, ბოსტნეულის წვნიანს or არის თუ ან იმას ან ამას. Chicken soup. Chicken არის ქათამი, soup არის წვნიანი და გამოდის ბოსტნეულის წვნიანს ისურვებდით თუ ქათმის წვნიანს. შემდეგ vegetable soup, please. Vegetable soup, please. ანუ პასუხობს რომ ბოსტნეულის წვნიანს ისურვებდა თუ შეიძლება. Please არის გთხოვთ, ან თუ შეიძლება, ბევრი ვარიაცია აქვს.
შემდეგ all right. I will prepare it for you. All right. კარგი, არ არის პრობლემა. I will prepare არის მე მოვამზადებ it, ანუ ამას for you, შენთვის. I will prepare it for you. მე მოვამზადებ შენთვის ამას, ახლავე. It will be ready in 15 minutes. It will be ready in 15 minutes. Is იქნება, will ვიცით რომ არის მომავალში რაღაცა რომ იქნება მზად ან რაღაცას გავაკეთებთ მომავალში. It will be is იქნება, ready არის მზად. In 15 minutes. 15 არის 15, in minutes, ანუ წუთში, 15 წუთში. ახლავე მომამზადებ, 15 წუთში იქნება მზად. შემდეგი დიალოგი. It is time to take your medicine. ესეც უკვე გავიარეთ. უბრალოდ კარგად რომ გაგვიჩნდეს დიალოგში რა როგორ უნდა ვთქვათ და უფრო ასე ცალსახარო იყოს, კიდევ გავიმეოროთ. It is time to take your medicine. It is time to take your medicine. დროა წამალი დავლიოთ. შემდეგ what time is it now? What time is it now? რა დრო არის ახლა? რა დრო არის ახლა? სიტყვის ახლა ითარგმნება. თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომელი საათია? What time is it now? რომელი საათია? ან რა დრო არის ახლა? It is 10 o'clock. It is 10 o'clock. It is 10 o'clock. ნიშნავს რომ 10 საათია. You need to take this pill with water. You need არის შენ გჭირდება რაღაცა უნდა გააკეთო, you need, შენ უნდა, to take, მიიღო, დალიო, ანუ ამ შემთხვევაში, this pill, ეს აბი, with water, with არის რაღაცასთან. ამ შემთხვევაში გვაქვს water, water არის წყალი და ანუ წყალთან. ანუ შენ უნდა დალიო ეს აბი წყალთან ერთად. შემდეგ პასუხობს, all right, კარგი, რა პრობლემაა? All right, can you pass me the glass? Can you არის შეგიძლია? Can you pass არის მიწოდება. Pass me ანუ მომაწოდე. The glass ანუ კონკრეტულ ჭიქაზე ეუბნება. შეგიძლია მომაწოდო ეს ჭიქა? შემდეგ ჩვენ პასუხობთ of course, here you go. Of course, რა თქმა უნდა, here you go. აი ინებეთ. Here you go არის ასე ვთქვათ ფრაზული ზმნასავით და here you go ნიშნავს რომ ინებეთ. აი ინებეთ. შემდეგ მეოთხე დიალოგზე გადავდივართ, ეს არის do you need to use the bathroom? Do you need გჭირდება to use the bathroom? რომ გამოიყენო, ასე ვთქვათ, საპირფარეშო, გამოიყენო უკვე ქართულად არ გადმოვთავაზნით, პირდაპირ ვიტყვით, რომ საპირფარეშოში ხომ არ გინდათ. შემდეგ პასუხობს yes, I do. დიახ, მინდა. Can you help me? შეგიძლია დამეხმარო? Can you შეგიძლია help me? დამეხმარო. Sure. პასუხობთ sure. რა თქმა უნდა. Let me, ნება მომეცი, help არის დახმარება, help you, ანუ დაგეხმარო, ნება მომეცი დაგეხმარო, stand up slowly. Stand up არის ადგომა. Stand up ორივე ერთად ნიშნავს ადგომას. Slowly არის ნელა. ნება მომეცი დაგეხმარო, ნელა ადგომაში. Let me help you stand up slowly. რა თქმა უნდა, მოდით ნელა ავდგეთ. შემდეგ thank you, I'm ready now. Thank you. მადლობა, I am ready now. მე ვარ მზად ახლა. ანუ მზად ვარ. შემდეგ ჩვენ მოვუნებით let's go. If you need more help, let's go არის მოდი წავიდეთ. If you need, if არის თუ. თუ შენ დაგჭირდება, if you need more help, თუ შენ დაგჭირდება მეტი დახმარება, ან კიდევ დახმარება, just let me know. უბრალოდ მითხარი.
let me know არის გამაგებინე, მითხარი. Let's go, მოდი წავიდეთ. If you need more help, just let me know. თუ დახმარება კიდევ გჭირდებათ რაიმეში, უბრალოდ მითხარი. შემდეგი მეხუთე წინადადება და დღეისთვის ბოლო ეს არის would you like to go for a walk? Would you like to go for a walk? გინდათ სასეირნოდ წასვლა, გასვლა? ეს უკვე გავიარეთ და ბევრს აღარ აღვსნი. პასუხობს yes, but I feel yes, დიახ, but I feel, ანუ მაგრამ მე ვგრძნობ a little weak today. ნახეთ, წინა შემთხვევაში გვქონდა a little tired, ანუ დაღლილი, ცოტა დაღლილი. ახლა გვაქვს I feel a little weak. Weak არის სუსტად, შეუძლოდ. But I feel a little weak today. კი მინდა, მაგრამ დღეს ცოტა სუსტად, ანუ შეუძლოდ გრძნობ თავს. შემდეგ ჩვენ ვეუბნებით. That's okay. არა უშავს, არ არის პრობლემა. We will go for a short walk. We will. ნახეთ, we will არის ჩვენ ვიზამთ რაღაცას, ჩვენ მომავალში ვიზამთ რაღაცას. We will go არის ჩვენ წავალთ. ჩვენ წავალთ for a short walk. ცოტა გავისეირნოთ, ანუ აი მოკლე სეირნობისთვის წავიდეთ, ასე რომ ვთქვათ, სიტყვით. თუმცა მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არის პრობლემა, ცოტა გავისეირნოთ. შემდეგ გვეუბნება, all right, კარგი. Can you bring არის რაღაცის მოტანა. Can you არის შეგიძლია მომიტანო my walking stick. Walking stick არის საბჯენი, ასე რომ ვთქვათ, რითიც დადიან ხოლმე მოხუცები, როდესაც არ შეუძლიათ სიარული. Can you bring my walking stick? კარგი, ჩემს საბჯენს მომაწვდით? შეგიძლია მომაწოდო, მომიტანო ჩემი საბჯენი? შემდეგ ჩვენ ვეუბნებით, of course, let's go slowly. Of course, let's go slowly. რა თქმა უნდა, მოდი ნელა წავიდეთ. Let's go არის წავიდეთ, მოდი წავიდეთ. Slowly არის ნელა, რაც წეგან უკვე ვთქვით. Slowly, ნელა. რა თქმა უნდა, მოდი ნელა წავიდეთ. სულ ეს იყო დღეისთვის, იმედია მოგეწონებათ და ვეცადე რომ მაქსიმალურად გამოსადეგი სიტყვები ყოფილიყო წინადადებებში. ამიტომ ეხლა დაგემშვიდობებით, დროებით შემდეგ გაკვეთილამდე.